გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მის სამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ფილოსოფოსი, ანალიტიკოსი, უბრალოდ კარგი ადამიანი და ჩვენი მეგობარი, ცოტნე მარღია. მოგესალმებით ცოტნე, გამარჯობა, მადლობა რომ ხარ ჩვენ ეთერში. მოგესალმებით თენგო, მადლობა მოწვევისთვის და ესეთი კარგი შეფასებისთვის. ვისაუბროთ დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ. საკითხი შეეხება იმ ამბავს, რამაც ალბათ მოიცვა მთელი საქართველო და მთელი სოციალური ქსელი ყოველ შემთხვევაში, ასევე მედია სივრცეც. ვსაუბრობთ გუშინდელ ვიზიტზე საქართველოს პრეზიდენტი დიდგორობას, როდესაც საქართველო აღნიშნავს დიდგორის ბრძოლიდან 904 წლის თავს, იმყოფებოდა იმ ქვეყანაში, რომელსაც მოუგეთ ეს ომი, ხო? თურქეთში. არ არის ახლა მთლად ეგრე სწორი სათქმელი, იმიტომ რომ თანამედროვე თურქეთი ბუნებრივი არ არის პირდაპირ ასე ვთქვათ, არც ამ თურქეთისთვის მოგვიგია და არც მის წინამორბედი ოსმალეთისთვის ეს ომი, აი კიდე მანამდე რო იყვნენ თურქ-სელჩუკები, იმათ მოუგეთ, მაგრამ რა საკვირველია თურქებზეა ამ შემთხვევაში საუბარი და ქართული ხალხის აი ეს რბილად რო ვთქვათ, გაკვირვება ჩემი აზრით არის სრულიად სამართლიანი, ხო? ერთის მხრივ და მეორე რაც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ ამბავში, ამ ვიზიტის შედეგები და ერთი კონკრეტული ფრაზა, რაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა ერდოღანმა, საუბარი არის თურქი მესხების საქართველოში ჩამოსახლებაზე. მინდა რომ აი ეს თემები მიმოვიხილოთ და ზოგადად რამდენად რეალურია ის საფრთხეები, რა საფრთხეებიც იყო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად გამოწვევა, ისლამიზაცია და თუ არის ეს კვლავ საფრთხე 21 საუკუნეში. პირველ რიგში მინდა კითხოთ თვითონ ვიზიტთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია, რომ სწორედ აი ამ დღეს დაამტყვიეს ეს ვიზიტი, გასაგებია, რომ ეს იყო ერდოღანის მოწვევით გაკეთებული. ერდოღანმა გაუკეთა მოწვევა სწორედ 12 აგვისტოს, მაგრამ რა ხო შეიძლება რომ 13-ში წადი, 10-ში წადი, რაღა მაინდა-მაინც დიდგორობას დაემთხვა. შენიაზრით იყო თუ არა ეს ყველაფერი მიზანმიმართული, გამიზნული სიმბოლური აქტი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური ქვეტექსტებიც, თუ ეს იყო მართლაც უბრალოდ დამთხევა და არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით თენგო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოდი დავიწყოთ ისტორიულ თუ ჩვენ ვართ იმ ხალხის ისტორიული მემკვიდრე, ვინც დიდგორი მოიგო 1020 წელს, მაშინ თურქებიც არიან მათის თავმავლები და შესაბამისად კი და ეს ამაზე იცი რა მეტყველებს, რომ აი რაღაცა პერიოდი თითქოს ეს შეთქმულების თეორია იყო, მაგრამ აი ეს არ იყო ნამდვილად შეთქმულების თეორია, რაღაცა პერიოდი დიდგორობის ზეიმის უფლება რო ქონდა აკრძალული თურქეთის ელჩის მოთხოვნით საქართველოში. ეს ხო დღეს უკვე ვიცით, რომ რეალური ამბავია და ძალიან ცუდად აღიქვამდნენ ამ ყველაფერს ჩვენი თურქი მეზობლები, ხო? ეს ერთი, მეორე, ხო, ეს თარიღი 12 აგვისტოს რაც შეეხება და ამ თარიღს, ხო, რომელიც თუ დამთხევა იყო, ცუდი დამთხევა იყო, როგორც მინიმუმ და იდეაში ალბათ, როდესაც მსგავსი ტიპის შეხვედრები იგეგმება, ხო, მაშინ ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს და ჩვენი მხრიდანაც ვინც არის პასუხისმგებელი მსგავსი შეხვედრების ორგანიზებაზე, ის უნდა აკვირდებოდეს თუ რა შეიძლება მოყვეს აი ამ ყველაფერს. ეს ერთი და მეორე თვითონ დავუშვათ აი თურქულ საფრთხეზე და აი ამ ისლამიზაციის საფრთხეზე რაზეც დაიწყო საუბარი, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ აი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის ერთად მე და შენ და ამ სტუდიიდანაც, რომ ყველაზე ცუდი სცენარი რაც შეიძლება ჩვენთვის განვითარდეს, ეს არის ის სცენარი, სადაც ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ რაღაცა დიდი ისა თურქეთის, დიდი თურანის იდეის მონაწილეები და ამას შეიძლება აღმოჩნდეთ არა ძალით, არამედ ჩვენივე ნებასურვილით, პრინციპში ეს ღიად როგორც ჩანს და ყოველთვის ეგრე ფორმდებოდა. კი, ხო, შეიძლება, ნუ არ ვიცით, ახლა ყოველ შემთხვევაში ისევ რაღაცა გარე ძალები და deep state თუ არ აიძულებს რამის კეთებას ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც დაპირისპირებულები არიან უკვე ღიად და რა ვიცი, თავარი საარჩევნო ლოზუნგიც ეს იყო, ხო? არჩევნებამდე რომ ჩვენ deep state-ს ვთქვით, ახლა უნდა მოვიგოთ deep state-ამ ბრძოლა და ეს ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა
მხარს უჭერდი და მხარს უჭერთ დღემდე ამ ხელისუფლებას, ხო, ამ ყველაფერში, ხო, თუ ეს არ არის, ეს არ იმალება და ისევ დერსტეიტი არ აიძულებს ჩვენს ხელისუფლებას რომ რაღაცა იკეკლუცოს თურქეთთან რეგიონში, ხო, მაშინ ცოტა აუხსნელი ანტი-დიპ სტეიტურ ძალებს შორის არის მაგაზე პასუხი, რომ რა ის ერდოღანი რომელი დიპ სტეიტია პირიქით. ამ ამბავში დიპ სტეიტთან ბრძოლაში არის ერდოღანი ჩვენი მოკავშირე, რომელმაც თავის ქვეყანაში გაატარა ისეთ სახის რეფორმა. ხო და მაშინ რას ემსახურება ეს ყველაფერი ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ჩვენ ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ, სადღაც 3-4 თვის წინ და არჩევნების შემდეგ მალევე ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს კონკურენტი ამის კონტურები მაშინვე გამოიკვეთა, ანუ ციდან ხო არ მოგვიტანია ეს ყველაფერი და რატო საუბრობთ ამას, იმიტომ რომ ამის კონტურები არსებობდა. მე საერთოდ ვერ ვიხსენებ ეს ბატონი ყაველაშვილის პირველი ვიზიტი ხო არ არის პრეზიდენტის რანგში უცხო ქვეყანაში, ხო? უცხო ქვეყანაში არის, თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი. თურქეთში მესმის იყო ვატიკანში, პაპის დაკრძალვის ოფიციალური ვიზიტი პირველი არის. ხო და ეს არის მე როგორც ხო საერთოდ პირველი ვიზიტია, რომელიმე ქვეყანა არ მახსოვს, სადმე იყო თუ არა, თუ სადმე იყო აზერბაიჯანი ან სომხეთი, რაღაცა ეგრე. ეს მიმოსვლა, გახშირებული მიმოსვლა, ბაქო ყარსის მატარებლები არ დადის ხშირად როგორც თბილისიდან ან ანკარაში დადიან, ხან სტამბულში, ან ბაქოში, ხო? ეს არ არის შემთხვევითი პროცესი და ჩვენ ზუსტად ეს შევამჩნევთ და ზუსტად ეს ვთქვით და მით უმეტეს იმის შემდეგ თუ როგორ დაიძაბა რეგიონში ვითარება გულისხმობ რუსეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ ურთიერთობების ესე რბილად რომ თქვა და აზერბაიჯანურ დემარშს რუსეთისადმი, რომელიც დღემდე გრძელდება სხვა შორის და მათ შორის დღეს აზერბაიჯანის მეჯლისის, ანუ აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ინტერვიუ იყო, სადაც ის კავკასიაში არსებულ რუსულ სამხედრო ძალებს ემუქრება და ამბობს რომ არა მესმის, მაგრამ ეს არ არის შემთხვევითი, არც ის არ არის შემთხვევითი, რომ მეოთხე წელია ომი და დღეს ალაპარაკდა ალიევი იმაზე რომ თუ ომი გაგრძელდება შეიძლება აზერბაიჯანმა მოხსნას ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს, ხო? ეს შემთხვევითი ხო არ არის, ეს აი ამ გამწვავებული ურთიერთობების პარალელურად ხდება და ასეთ დროს ესეთი ფაქტობრივად ხო, ანუ ეხლა ჩვენ თუ ბეწვის ხიდზე დავდიოდით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გთხოვდნენ ღიად ხარის არჩევას და ეს ღიად ხარის არჩევა გამოიხატებოდა უკრაინასთან ერთად, რა ვიცი, მეომრების გაგზავნა იქნებოდა ეს თუ აქ მეორე ფრონტის გახსნა და რუსეთის წინააღმდეგ ომი, დაახლოებით იგივე არჩევანი წინაშე ვდგავართ, უფრო უარესი არჩევანი წინაშე ვდგავართ, რეალურად უბრალოდ ვამბობ რომ ხარისხი აი ამ დაძაბულობისა და იმ შედეგებისა, რომელიც შეიძლება დადგეს საქართველოსთვის, ცუდი შედეგებისა, დაახლოებით იმგვარივეა, როგორიც იყო ეს მეორე ფრონტის აი ამ თემასთან დაკავშირებით. აი, მოდი მაგ ლოგიკას გავყვეთ, რასაც შენ ამბობ დაახლოებით როგორც გავიგე, ეს არის რომ აქტუალური ხდება ჩვენს რეგიონში თურქულ-რუსული დაპირისპირება. და აი ამ თურქულ-რუსულ დაპირისპირებაში საქართველოს რომელ მხარეს აირჩევს, ამაზეა აქ საუბარი. უკვე ავირჩიეთ თითქოს, ესე ჩანს. ხო, ნუ როგორც ჩანს, უკვე ავირჩიეთ თურქული მხარე, როგორც შენ ამბობ და რა ლოგიკასაც ავითარებ, ეს არ არის დასავიწყებელი თემა და გავაგრძელოთ, მაგრამ აი რამდენიმე საკითხი შემოდის აქ. პირველი, მოდი ვთქვათ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების კი სახელმწიფოს ოფიციალური კურსი, რაც არ უნდა ელაპარაკონ იქ ხაბეიშვილებმა და მსგავსმა წარმონაქმნებმა, ეს არის პროდასავლური კურსი, ხო მართალია? კონსტიტუციაში გვიწერია ეს ყველაფერი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროპულ გაერთიანებებში ინტეგრაციისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. თურქეთი ამ შემთხვევაში არის სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩვენთვის ყველაზე ახლობელი წევრი, იმიტომ რომ უშუალოდ ნატო გვემეზობლება სწორედ თურქეთის მეშვეობით. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, თუ კი ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის გულწრფელი იმ ყველაფერში, რაც დაკავშირებულია დასავლურ კურსთან, რომ ის მართლაც აი არ მოწონს რაღაც დღევანდელი ბიუროკრატია, თორე რეალურად აი გულწრფელი პროდასავლელები არის, მაშინ რა არის გასაკვირი იმაში, რომ ისინი ცდილობენ თუ კი მართლაც კავკასიაში ხდება რუსულ-თურქული დაპირისპირების აი წინასწარი კონტურები იხაზება, ამ ბრძოლაში აღმოჩნდნენ ჩვენს კონსტიტუციურად მათ შორის გამტკიცებულ მოკავშირესთან, ნატოს წევრ სახელმწიფოსთან, ანტირუსულ ძალასთან და რა არის ამაში მიუღებელი?
მიუღებელი ძალიან რა ვიცი ისეთი რიტორიკული კითხვა ხვდები და გულუყვილ არ არის ეს კითხვა და ხვდები რა შინაარსიც დევს ამაში მაგრამ ძალიან მარტივი რამ არის მიუღებელი ხო ანუ არ მახსოვს შალვა იყო მე მგონი ნათელაშვილი აი საოცარი ისტორია არის შალვა ნათელაშვილი რომ რაღაცაში ხელისუფლებას გააკრიტიკებს და მართალი აღმოჩნდება ზოგადად ხელისუფლებას კი არა ვინმეს რომ გააკრიტიკებს და მართალი აღმოჩნდება ეგ არის ძალიან სასაცილო და უცნაური ისტორია მაგრამ ფაქტია რა ეგრეა რომ მართალი აღმოჩნდა იმ კრიტიკას გუშინ ფორმულას ეთერში ამბობდა რომ აი რო შევადაროთ ესე ავიღოთ აი ამ ორ იმპერია შორის დავუშვათ ორი იმპერია თურქული და რუსული იმპერია ხო აი ამ ორ იმპერია შორის იქ ყოფნამ რა მოუტანა რა შედეგი დასრულდა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერისთვის ხო ერთ შემთხვევაში ისტორიული ქართული მიწები ხო ტაო-კლარჯეთი და ასე შემდეგ ხო რომელიც აღმოჩნდა თურქული იმპერიის ნაწილი 100 წელიწადში გათურქდა ასე რომ ვთქვათ ხო იმათ ყველანაირი მახასიათებელი ქართველობისა დაკარგეს ენა დაკარგეს არწმუნება დაკარგეს კავშირი იდენტობა ხო კულტურული ნებისმიერი მაჩვენებელი ღირებულებები კულტურული ღირებულებები თუ ტრადიციები მათ დაკარგეს და ისინი დღეს არ ვიცი ხა იქ ძალიან იშვიათად თუ იპოვით ქართული წარმოშობის თურქს რომელიც იტყვის რომ ქართველია და თუ ამას ამბობს მაინც იტყვის რომ თურქი ქართველია ხო და ამის საპირწონედ დგას რუსეთი რომელიც რაღაცა 200 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში ჩვენ მივიღეთ მოსწონს ეს თუ არ მოსწონს ვინმეს ჩვენ მივიღეთ კონკრეტული ფაქტები ხო რა ფაქტებია ეს ჩვენ რუსეთის იმპერიაში ქართული სახელმწიფო გაერთიანდა, რომელიც დახოსმაცებული შევიდა იქ და იქიდან გამოვიდა უკვე ერთიანი სახელმწიფო სახით ეს მოხდა ორჯერ. ერთხელ ეს იყო 1917 წელს, როდესაც რუსეთის მეფის იმპერია ჩამოიშალა და იქ სახელმწიფოს სამოქალაქო მიმდინარეობდა ამით ვისარგებლეთ და ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში გამოვეყავით რუსეთის იმპერიას და მეორე, როდესაც 91 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი და მაშინაც მაგის შენარჩუნება ვერ შევძელით, იმიტომ რომ ეგ ისევ ჩვენი უტვინო პოლიტიკის ბრალი იყო მაშინაც და 21-შიც და შემდეგაც, ხო? მაგრამ შედეგი ეს არის, შედეგი არის ასევე ის, რომ აი ამ 200 წლის განმავლობაში ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, არ ჩვენი კულტურული ღირებულებები არ დაგვიკარგავს, არც ტრადიცია და მივალ იქამდე, არც ტრადიცია დაგვიკარგავს და არც სარწმუნოება დაგვიკარგავს, ხო? ჩვენ აი ამ იმპერიაში მოვახერხეთ და შევძელით და იდეაში არავინ არ გვიშლიდა ხელს იმაში, რომ გადავრჩენილიყავით როგორც ქართველები რაღაცა კონკრეტული კულტურული და ღირებულებითი კოდით, ხო, რომელიც გაგვაჩნია, ხო? აი ამ ეს ორი არჩევანი, მაგას ამბობ ნათელაშვილი და ეუბნება ამათ, რომ აი თქვენ როგორ მოახერხეთ ის, რომ 12 აგვისტოს დიდგორობა დღეს ჩადიხართ იქ ეახლებით დღევანდელ ფაშას რაღაცა თანამედროვე ოსმალეთის იმპერიისა, ხო, თურქეთს, ხო? იქ ჩადიხართ მათ ეახლებით და რაღაცა იქ ესაუბრებით ისეთ თემებზე, რომელზეც ალბათ მივალთ, რომელიც ძალიან სახიფათო არის რიტორიკის დონეზეც კი საერთოდ რომ არაფერი გაგრძელება არ მოყვეს ამას დღეს და ხვა ამ თემის გახსნა ამ თემის წამოწევა ერდოღანის მხრიდან და თურქული სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი სამომავლო და აი ეს არჩევანი შავანათელს კი ჩემდა უნებურად და ძალიან არ მინდა მაგრამ ფაქტია მართალია როდესაც ხელისუფლებას ამ კუთხით აკრიტიკებს შავანათელაშვილი მართალია ყველაფერში არასწორია საერთოდ ალბათ ცხოვრებაში მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია და სწორად აკრიტიკებს თუ ჩვენ ეგ არჩევანი დაგვიდგება რა ვიცი აი ცივილიზაციური დაარქვით ეს თუ რაღაცა ეგზისტენციალური არჩევანი დაგვიდგება ამ ორ იმპერიას შორის აი ამ ორ ძალას შორის ხო იქ ჩვენ არჩევანი იდეაში არც გვაქვს ჩვენი არჩევანი ცალსახა უნდა იყოს ჩვენ ვერ ვიქნებით იმ ბანაკში რომელიც ჩვენთვის საომავლო პერსპექტივაში 100 წელიწადში დაუშვათ იგივე რო ავიღოთ ის პერიოდი რაც ტაო-კლარჯეთის გათურქებას დასჭირდა ხო სამომავლო 100 წელიწადში ჩვენგან შექმნის რაღაცა ახალ თურქულ ეთნოს ხო აი ამ ბანაკში ჩვენ ვერ ვიქნებით და ის ცდელობა თუ ვინმე წარმოუდგენია ის დღეს მათ შორის ხელისუფლებაში რომ მათ ეკნებათ ამის ცდელობა რის სანაცვლოდ არ ვიცი საკუთარი სკამის გადარჩენის სანაცვლოდ თუ რის სანაცვლოდ ეგ არ ვიცი მაგრამ თუ ამის ცდელობა ეკნებათ და გონიათ რომ ქართული ხალხი ამას ესე ჩუმად შეხვდება ძალიან ცდება ის იყოს ზუსტად გუშინ აი ამ შეხვედრის შემდეგ ის რეზონანსი რაც გამოიწვია ამ ყველაფერმა ამის მაჩვენებელია და ეს თუ
თუ ხელისუფლება აი ამ კურსით სვლას განაგრძობს და თუ არ გამოფხიზლდება და არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა ამ ყველაფრის შესასვლელად, ეს კიდევ უფრო გამძაფრდება და კიდევ უფრო გაღიზიანდება ქართული ხალხი და ეს არ არის რაღაცა ვერც deep state-ის საუბრით და ვერც ვერაფრით ამას ვეღარ ჩააწყობს ხელისუფლება. მე რა მაღელვებს და რა არ მაძლევს, ასე ვთქვა, დამშვიდების საფუძველს, რომ ეს არ იყო მართლაც ეს ხომ არ არის უკვე წინასარაღებული ვალდებულება. ნუ იურიდიულად რო ეს ვალდებულება გვაქვს, ამაზე მე მინდა ვისაუბროთ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება, არანაირი კომენტარი ამ თემაზე არ ყოფილა. ეს თუ იყო მართლაც აი უბრალოდ სიტყვის მასალად ნათქვამი სიტყვა და მეტი არაფერი ერდოღანის მხრიდან. მე მგონია რომ ლოგიკური იქნებოდა გამოსულიყო რომელიმე თანამდებობის პირი და ამის შესახებ აეხსნა მოსახლეობისთვის, ეთქვა რომ არა მეგობრებო, ნუ გეშინიათ ეს ნუ ძველი ვალდებულება და მართლა 99 წელს ჩაიწერა და მაგებს ვიტყვით, მაგრამ არ დგას ეგ საკითხი. ის რო არიან გასუსულები და ხმას არიღებენ და ხვალზე რო გააკეთებენ, ეხლა უკვე ეჭვი მაქვს წინასწარ ხვდები რა კომენტარებს, რომ იცით რა ვქნათ, აი ეს მიშა სააკაშვილმა მიიღო თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონი 2007 წელს აბარავქნათ და ეს ვალდებულება შემოგტენა ევროსაბჭომ 99 წელს და იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. იქნება მე ეს დამამშვიდები. ჩვენ საერთოდ ამ არჩევნებზე თურქები არ აგვირჩევია, ხო მე მგონი და აი, როდესაც ხდება ესეთი ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ კურსში, მე მგონი მნიშვნელოვანია აქ ეს ითქვას, რომ ქართულმა ხალხმა თუ დაუჭირა ქართულ ოცნებას მხარი, ანტიდასალურ ნიადაგზე დაუჭირა მხარი, აქ იყო ლაპარაკი იმაზე, აქამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობები, ნუ არც რუსები არ აგვირჩევია, კაცო. არა, როგორც გვაჯერებდნენ. სუვერენული პოლიტიკა ავირჩიეთ ამ ქვეყნის, რომ ჩვენ არავის ბანაკში არ უნდა აღმოჩნდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ, გქონდეს ურთიერთობა, გქონდეს თუნდაც სტრატეგიული მეზობლობა, გქონდეს კარგი, მაგრამ ის რომ ჩვენ რაღაც ფრონტის ხაზზე აღმოჩნდეთ ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ, ამისთვის ქართულ ხალხს მე მგონი ხმა არ მიუწია. რა თქმა უნდა, აქ ხო ყურე თენგურის თქმიდა, აქ ხო იმაზე არ არის საუბარი, რომ რატო ჩადიან მეზობელი ქვეყანა, უნდა ჩახვიდე, იმიტომ რომ ხო დიდი ქვეყანა შენზე მძლავრი ქვეყანა და შენ გჭირდება მასთან კარგი ურთიერთობები და ნებისმიერ ქვეყანასთან ასე უნდა ვიყოთ. უბრალოდ აქ პრობლემა რა არის, ხო? აი რაში ჩანს ეს პრობლემა და რაში ჩანს რომ ხარეს ვირჩევთ, ხო? როდესაც ასეთი დაპირისპირება მიდის, ღია დაპირისპირება მიდის უკვე თურქეთსა და რუსეთს შორის. ნუ ეხლა აზერბაიჯანი გასაგებია, რომ აზერბაიჯანი არის თურქეთის მიერ დაქოქილი და მისი ასე ვთქვათ მის იმედად აკეთებს იმ განცხადებებს და იმ დემარშს, რასაც აკეთებს რუსეთის წინაშე, ხო? შენ როდესაც აი ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ხო? ერთთან, რა ვიცი, ლამის კვირაში ორჯერ ჩადიხარ და იგძინავს და იქიდან მართავ ქვეყანას ისეთი დაპირისპირება რჩება და მეორე მხარესთან გასაგებია რაღაცა სერიოზული გამოწვევები არსებობს და პრობლემები არსებობს და მით უფრო უნდა საუბრობდეთ იმ ხალხთან, მაგრამ მეორე მხარესთან შენ საერთოდ დიალოგს არ აწარმოებ, არანაირ ურთიერთობაში მათთან არ ახარ, არანაირ შემხედლობაში მათთან არ ახარ, ხო? ეს უკვე საფრთხეს აჩენს, რომ შენ აი ამ ორ დიდ ძალას შორის რეგიონის მასშტაბით, ნუ ისედაც ხო დიდი ძალა მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ რეგიონის კონტექსტიდან რო ამოვიდეთ, შენ მხარეს ირჩევ, როდესაც ერთთან ლაპარაკობ, იქ ჩადიხარ და იქ რჩები და რა ვიცი, ჩამოდიხარ ხოლმე საქართველოში და მეორესთან საერთოდ არ აქვს არანაირი ურთიერთობა, არანაირი საუბარი. თუ მას როგორ წარმოუდგენია რეგიონის განვითარება, რეგიონის მომავალი, ის პრობლემები, რომელიც შენ გაწუხებს, ხო? რომელიც მასთან უნდა გადააჭრა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველ რიგში და მთელი რიგი საკითხი, მილიონი საკითხი, რომელიც დღას ის გამოწვევა, რომელიც დღეს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ამაზე რო არ ამახვილებ ყურადღებას და მხოლოდ ერთ ხარესთან საუბრობ, აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. აი ერთი ძალიან მარტივი კითხვა არსებობს, რაც აი არ ვიცი როგორ უნდა შეძლოთ ამას, როგორ უნდა უპასუხონ, რომ თუ ხელისუფლება არ აქვს ეგ პოზიცია, რომ ჩვენ ხარეს კი არ ვირჩევთ, კაცო არანაირ ხარეს არ ვირჩევთ და ჩვენ არ ვიქნებით აქ უნდა ვიყოთ ნეიტრალურები, დაუშვათ, ხო აი ამ დაძაბულ ვითარებაში ორ ქვეყანას შორის თუ იმ დონემდე დაიძაბა ურთიერთობა, რომ აი აქამდე მივიდა საკითხი, აი ყველა ხო თან ხვდებით, ვერავინ ვერ იტყვის მთელ მსოფლიოში, ვინც ამის ანალიზს აკეთებს თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, ფაქტი ის არის, რომ თურქული ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში იზრდება, ხო ეს ფაქტია, ყარაბაღის, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებით და მერე იქ ზანგეზურის ხელშეკრულების გაფორმებით, ხო, თურქეთი მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამხრეთ კავკასიაში. ეს ფაქტია. და შენ ხარ ამ დროს ერთადერთი ქვეყანა, ნუ სომხეთი გასაგებია, სომხეთი წაიყვანეს თავის მხარეს, ამაზე თვითონ სომეხი
პოლიტიკოსები საუბრობენ, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი და ანტითურქულადი, ხო, სომხეთში, ხო, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ყველანაირად წამგებიანი ხელშეკრულებები გაფორმდა აქვს სომხეთისთვის, სომხეთს ეს დაუჯდა მთიანი ყარაბაღის დაკარგვად, ხო, სომხეთს ეს დაუჯდა დაღუპულ სომეხ ჯარისკაცება და მშვიდობიან მოქალაქეება და დაუჯდათ 100,000-ზე მეტ ტორვილად, ხო? აი, ამის ეს გასაგებია სხვა და შენ, როდესაც რეგიონში ხარ, ერთადერთი ქვეყანა იდეაში, რომელსაც არ ყავს მოკავშირე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესე თუ ვინმე შეიძლება მოკავშირე იყოს თურქული ექსპანსიის წინააღმდეგ. აი იმ სურვილების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება ერდოღანს გაუჩნდეს და ფაქტია რომ გაუჩნდა უკვე და აი რა ის თემა თურქია ეგრეთ წოდებული თურქი მესხების როგორც თურმე ისტორიული სამშობლო საქართველოს ყოფილა და ერდოღანი რომ იმედს გამოთქვამს რომ ისინი აქ დაბრუნდებიან ხო თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. აი ეს სურვილები რო აქვთ. აი ამ სურვილებს და აი ამ მადას ვინ ჩაუცხრობს თურქებს? ვინ არის ის რეგიონში ან რეგიონს გარეთ ნებისმიერი სხვა ქვეყანა ევროპა არის ეს ევროკავშირია ვინ შეძლებს რომ თურქებს ეს მადები დაუწყოს კავკასიაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მდგრადობის გარანტი. ხო, აი ეგ მთავარი საკითხი არის, იმიტომ რომ აქამდე ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო ქონდა ეს არგუმენტი და გვითქვამს და გვიხსენებია რომ აი თურქეთის მხრიდანაც აქვს საქართველოს საფრთხეები, როცა ხდებოდა საუბარი რომ აი რუსეთია მხოლოდ ოკუპანტი, რუსეთია მხოლოდ ჩვენი მტერი, ამაზე თუ დავუშვათ ვინმე ვიტყოდით რომ რუსეთთან არის პრობლემები, მაგრამ თურქეთთანაც არის პრობლემები და ისტორიულ კონტექსტში თუ შევხედავთ, ეხლა რაღაც 200 წლის წინანდელ ამბებს თუ ვიწყებ, 250 წინანდელიც გაიხსენე, რა 100 წლის წინანდელი გაიხსენე, რა ხდებოდა, ხო? ანუ შენ რო გაწყობს იქიდან რო იწყებ ისტორიის ათვლას, ეს ხო არ არის ნორმალური ზოგადად, მაგრამ ამას რო ამბობდით, აქ ყოველთვის იყო ხოლმე მეორე მხრიდან არგუმენტი, რომ ეგ არის თქვენ ხართ პუტინის მოსყიდული ხალხი, ამას იმიტომ იძახით, იმიტომ რომ ეგ იყო ოსმალეთის დროს, კაცო, ეგ მე-16 საუკუნეში ხდებოდა ეგ ამბები, თორე თანამედროვე თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც გათავისუფლდა იმ ოსმალური მსოფლმხედველობისგან, ჩამოყალიბდა არა ესეთ ისლამურ სახელმწიფოთ, არამედ პირიქით, სეკულარულ სახელმწიფოთ და დღეს აღარ არსებობს ის საფრთხეები, რაც არსებობდა ადრე, აქედან გამომდინარე თურქეთთან ჩვენ მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვექნება და მეტი არაფერი. აი ხა დღეს ეგ მაგ ხალხის აზრი მაინტერესებს. ერდოღანი რო ლაპარაკობს, რომ დაახლოებით 9 მილიონი თურქზე არის საუბარი, უნდა მივიღოთ საქართველოში. და ჩამოსახლდნენ ისინი აქ და მიუცეთ თან მათ ღირსეული საცხოვრებლის და ამ შემდეგ უფლება, ანუ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მათი აქ ცხოვრება და ჩამოსახლება. მე არ ვიცი ეხა აი მაგალს რა ვინ აკავებს ეხა თურქეთის აი ამ მართლა ჩემი თქმის არ იყოს გაზრდილ მადას თეორიულად ვინ შეიძლება აღმოჩნდეს აი ამ ყველაფრის შემაკავებელი. თუ ვიტყვით რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში თურქეთისთვის არის მოკავშირე, ის არ არის თურქეთთან დაპირისპირებული, პირიქით ის ხელშეუწყობს თურქეთის ინტერესების გაძლიერებას კავკასიაში. შეერთებული შტატები ხედავთ აგერ მასპინძლობს და ხელსაწერინებს რომ პირიქით რაც შეიძლება გაძლიერდეს თურქული გავლენა კავკასიაში. და ვინ გვიცავს ჩვენ ესეთ დროს? რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ ამ დროს. საერთოდ, იმიტომ რუსემ მტერია კაცო, როგორ შეიძლება მაგასთან ლაპარაკი. ვინ არის დღეს საქართველოს აი ამ საფრთხისგან დაცვის გარანტორი, საერთაშორისო პარტნიორი ჩვენთვის? ალბათ ეს არის მთავარი შეკითხვა, ხო? იმიტომ რომ ეს ისტორიულად სხვათა შორის მუდმივად ასე იყო თუ გავიხსენებთ აი შუა საუკუნეებს, როდესაც მართლაც თურქული გავლენების გაძლიერება მაშინ ხდებოდა კავკასიაში თუ ხდებოდა, ну ბიზანტიის იმპერიის განადგურებამდე ესეთი იყო, ესეთი მოკავშირე ჩვენთვის იყო ბიზანტია, ხო, ვისთან ერთადაც ასე ვთქვათ, ვცდილობდით ამ ისლამიზაციის შეჩერებას. შემდეგ, როდესაც დაეცა უკვე ბიზანტიის იმპერიას თურქების ხელით დაეცა, ხო, ისიც ამის შემდეგ იწყება მართლა საქართველოს აი სუვერენული პერიოდი, როდესაც ჩვენ არანაირი მოკავშირე დედამიწის ზურგზე აღარ ყავს და სრულიად მარტოს გვიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება, ამან გასტანა ალბათ დაახლოებით 300 წელი, როდესაც მარტო საქართველოს შეძლო სრულიად მარტომ რაღაც ფორმით აი ამ ეთნიკური, რელიგიური სახის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის და აი ამის შემდეგ ხდება უკვე კავკასიაში რუსეთის შემოჭრა, რამაც ეგ პრობლემები რაღაც პერიოდი როგორ ჩანს მოხსნა, მაგრამ ეს პრობლემები როგორ ჩანს დღეს ბრუნდება, ხო, კლავ ჩვენს ქვეყანაში. დღეს ბრუნდება და დღეს კიდევ უფრო მძაფრად დაბრუნდება, ვიდრე ეს იმ პერიოდში იყო, შუა საუკუნეების პერიოდში იყო, რომელსაც ჩვენ გულისხმობ, ხო? როდესაც ჩვენ შევძელით მარტოებმა რეგიონში მოკავშირეების გარეშე შევძელით აი ამ როცა ისლამური ექსპანსიისგან თავის დაცვა. დღეს კიდევ უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ
მთელი რიგი საშუალებებია დახვეწილი დღეს ინფორმაციული მათ შორის, ხო, რომელიც აკეთებს შემზადებას და ცვლის საზოგადოების განწყობებს კონკრეტული რაღაცა რელიგიის, კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის, კონკრეტული საზოგადოებისადმი, ხო, რასაც მიმღებლობას ზრდის, ტოლერანტობას ზრდის და ის საერთოდ აი მარტივად რო შევხედოთ, აი მე-16-მე-17 საუკუნის ქართველისთვის როგორი მიუღებელიც იყო თურქი, ხო? დაუშვათ თურქი მუსულმანი, რომელიც მაშინ პირდაპირ მტერი იყო აქ ისლამიზაციას ცდილობდა ქვეყნის, ხო? იგივე ხო არ არის დღეს? პირიქით იმაზე რაც შენ ხა ისტორია გაიხსენე, იმაზე ვედავებით ამ ხალხს, რომ როგორ შეიძლება 100 წლის წინ სადღაც შენი ქვეყნის 20% რო წაგართვა და ისლამური გაყადა და ყოველგვარი ქართული დაავიწყა, იმ ხალხზე როგორ შეიძლება დღეს თქვა, რომ მათ ეს მიზნები აღარ აქვთ და ასე შემდეგ და გაკეთილშობი. ხო და ხო ამბობდნენ მაგას, ანუ ხო მაგას ხო ამბობდნენ და ამბობენ, დღესაც ამბობენ, კაცო, კი არ გადა ბევრს დარწმუნებული ვარ, იგივე აზე იქნება და ეს ამაზე მოქმედებს ამის შეცვლის მექანიზმები არსებობს და ეს ერთ და მეორე მაშინ როდესაც მე-17-მე-18 რა ვიცი როდესაც იყო ეს საფრთხეები ქართული სახელმწიფოს წინაშე და ქართული ერის წინაშე, ხო, ქართული ეთნოსის წინაშე, მაშინ თუ ჩვენ ძოვლით და ხმლით შეგვეძლო თავის დაცვა და ამას ვაკეთებდით კიდეც, ხო, დღეს ეგეც კი წარმოუდგენელია იმდენად გაიზარდა სხვაობა სამხედრო მაჩვენებელ შორის თურქულსა და ქართულსა და ზოგადად ხო მაგას ვამბობ ჩვენ ფიზიკურად ვერ გავუწევთ სამხედრო წინააღმდეგობასაც კი ვერ გავუწევთ თურქულ არმიას რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ნატოში მეორეა თავისი სიძლიერით ხო აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს თუ მარტო დავრჩებით რეგიონში და დღეს ჩვენ თუ არ გვეყოლება ის მოკავშირე რომელიც ჩვენ ანუ იმას კი არ ვამბობთ რომ დავუშვათ იგივე რუსეთი ამ შემთხვევაში იმოქმედებს ქართულ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ის რომ აი ქართული ერი გადავარჩოთ ასე არ არის უბრალოდ მას საკუთარი ინტერესია გაქვს და იმის ინტერესი არის თურქეთის შესუსტება ან არ გაძლიერება ისე რომ მას შეექმნას პრობლემები და ჩვენ თუ ამით არ ვისარგებლეთ ჩვენ თუ არ ვიპოვით რა ვიცი არ მოსწონთ რუსეთი სხვა იპოვონ მაშინ თუ არსებობს ეს ალტერნატივა სხვა შემოიყვანონ ვინც იქნება გარანტორი იმისა რომ აი მადას რომელიც გაზრდილია ხაშკარად ერდოღანს და უკვე ისეთ თემებს ეხება რომელზედაც 10-15 წლის წინ ესე ვერ ლაპარაკობდა ხო აი იმ მადას დაუოკებს ერდოღანს და დააშოშინებს და ეთქვის რომ ეგრე არ არის რა როგორც ერდოღანს წარმოუდგენია ესე არ შეიძლება ყველაფერი მოხდეს კავკასიაში და მე უბრალოდ ამას ვერ ვხედავ ვინ შეიძლება ეს იყოს და ამას იცი რა არის პრობლემა ყველაზე დიდი პრობლემა რა არის რომ მე თავარს რასაც ვერ ვხედავ ის არის რომ ქართული ოცნება და დღევანდელი ხრივ ამას არ ცდილობს რომ ესეთი ძალა იპოვოს აი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ის რომ არავისთან არ ლაპარაკობ გარდა თურქებისა და ამერიკელებისა რომლებიც ასე ვთქვათ ერთ ბრიტანულ ჯამშია ორივე კი ხო ანუ ზუსტად ხო ამად გარდა არავისთან არ ლაპარაკობ ხო მაშინ როგორ წარმოუდგენიათ როგორ ხედავენ ვინმე ხო უნდა ეს იმხელა მნიშვნელობა და იმხელა მნიშვნელობის საკითხი და ისეთი რეზონანსი გამოიწვია აი ამ თემამ რაც შენ აღნიშნე რომ ეხლა დუმილი ამ თემაზე და ხმის არ ამოღება ეს ძალიან ცუდად გენიშნება შენს და მეც გეთანხმები ამაში რომ მინიმუმ უნდა გამოვიდეს ეხლა ვიღაცა და ხელისუფლებიდან უნდა ახსნას რომ ეს ასე არ მოხდება და თუ რაც კითხვები არსებობს რაზე ჩვენ ეხლა საუბრობთ რომ თუ ეს საფრთხე დაგვიდგა მაშინ რა ვშობი ამაზეც უნდა ესაუბრონ ქართულ ხალხს და უნდა უთხრან რას გეგმავს აი ულტიმატუმი რომ წამოგვიყენოს ერდოღანმა და ულტიმატუმების ენით დაგვიწყო საუბარი მე რას ვაკეთებთ ამაზე შემდეგი ნაბიჯი ეს არ გეპარება რომ ეგ იქნება სხვა შორის აი ცოტნე ულტიმატუმები შეიძლება გუშინდელი საუბარი ყაველაშვილის და ერდოღანის არ გავდა რაღაც ერდოღანის მხრიდან ულტიმატუმს მაგრამ თუ კარგად მოусმენთ ამ მონაკვეთს განსაკუთრებით მთლიანად მის გამოსვლას განსაკუთრებით ულტიმატუმი წავიკითხე მე სწორედ ამ ყველაფერში იმიტომ რომ ის საუბარს როგორ იწყებს რომ თურქეთი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია რომ ჩვენ ვართ ეკონომიკურად მთლიანად თურქეთზე დამოკიდებული იმიტომ რომ თავარი ეკონომიკური პარტნიორია რომ თურქული ტურიზმი საქართველოს ეკონომიკას ასულდგმულებს რომ საქართველოში ოპერირებს 300-ზე მეტი თურქული კომპანია რომლებიც აშენებენ აქ მშენებლობებში არის ეს ხალხი ჩართული დეველოპერი 300 კომპანია ყოფილა თურქული დეველოპერი ერდოღანმა ჩამოთვალა ყველაფერი ეს მშვენივრად ანუ რითი ვართ თურქეთზე დამოკიდებული და მე გვეუბნება რომ ჩვენ ველოდებით რომ თქვენ თურქმესხებს აქ ჩამოასახლეთ არ არის ეს ულტიმატუმი არის აბა რა არის ეხლა როდესაც ამხელა ქვეყნის მეთაური საკუთარ ქვეყანაში გიბარებს იმ დღეს როდესაც მას შენ რაღაცა ეგზისტენციალური მნიშვნელობის ომი მოუგე 900 წლის წინ ხო ზუსტად ამ დღეს არჩევს და გიბარებს
და მე გამოდის და ამაზე ლაპარაკობს, ეს უკვე არის ულტიმატუმის ენა, ხო? ანუ ზუსტად ესეა და კიდევ ერთ საკითხი, უყურე, ისევ რეგიონის თემას რო დაუბრუნდეთ, მოკლედ ვიტყვი, როგორ თუნდაც აი ჩვენ ხელისუფლებას ხშირად აქვს რიტორიკა არჩევნებამდე ჰქონდა და ეხლაც იმეორებენ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გამთლიანება. ეხლაც თქვა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, ხო? აი როგორ წარმოუდგენიათ, აი უბრალოდ აი ვერ ხვდები როგორ თუ რუსეთთან ლაპარაკს არ აპირები, ხო? შვიდობიანად, ანუ მიშა სააკაშვილის გზას ირჩევენ რუსეთი დაიშლება რაღაცა 10 წელიწადში და მე თურქეთის იმედია. ხო და აი უყურე თურქეთი არის სწორედ გარანტორი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. უყურე აი ზუსტად თურქეთის თემა შემოვყავდა ეხლა და როგორ რა კონტექსტში. თურქეთთან ესე ჩახუტებულ ყოფს საქართველოს. აკი რამე შანსი სამომავლოდ რა უახლოეს აი ეს პოლიტიკა თუ გაგრძელდა, რომ რუსეთთან რამეზე შეთანხმდეს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ. რუსებთან შეთანხმება არა, მაგრამ აი თურქეთის გამარჯვება რუსების წინააღმდეგ შეიძლება იყოს ამათი წარმოდგენით, ამისი გარანტია. თან არ დაგვაუწყდეს ერთი რამეც უნდა ვთქვათ, იგივე აფხაზეთში, სადაც რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე ალბათ მტკივნეული ადგილი, ძალიან დიდი არის თურქული ინტერესები. ამას არავინ მალავს, სხვათა შორის და იქ სახელმწიფო გადატრიალება რაც მოხდა, მაგას რუსები თურქულ სპეცსამსახურებს მიაწერენ. თურქებს დიდი ინტერესი აქვს და აფხაზეთში ეს არ არის არავის მხრიდან. დასამალ თურქებს დიდი ინტერესი აქვს ყირიმში მათ შორის და თუ ეხლა ისტორიაზეა საუბარი და ისტორიულ გადასახლებებზე არის საუბარი, მარტო ჯავახეთიდან არ გადაუსახ ყირიმელი თათრებიც მაშინ გადაასახლეს და აბა მაგა დაბრუნებაზე ერთ აფხაზთან დაკავშირებით ერთ საინტერესო დეტალს შემოვიტან, თუ გახსოვს აი სირიაში რომ მთავრობა შეიცვალა და ასადის რეჟიმი როდესაც დაამხეს, იქ ხო ეხლა ყოველთვის ცნობილია ის ალ-შარა თუ ის ტერორისტი რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი არის და თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი ლიდერია, ხო? დღეს სირია პირდაპირ არის თურქული გავლენების ქვეშ. ხო არსებობდა საქართველოში მოვიდეს დეგენერატი პოლიტიკოსები რომ ყავს ჩვენ ოპოზიციაში რომ გამოდიოდნენ და ეხაო სირიაო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას, ეგრეთ წოდებულ აღიარებას გაუქმებს, ხო ქონდათ ეს მოლოდინი. რატო არ მოხდა ეს გაუქმება? ერდოღანს ხო აქვს იმის გავლენა ერდოღანს ნახევარი სირია წამოიღო, მაგის გავლენა ყოფნის და იმის გავლენა ხო აქვს რომ დაუშვათ ისეთ ურთიერთობაში არის ჩვენთან აი გეუბნები პირდაპირ რა ვიცი იქ უფრო არიან ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ვიდრე საქართველოში ხო? ხო შეუძლია მას რომ თუნდაც ეს ერთი ქართული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს იმის რომ სირიას უკან წააღებინოს ეს აღიარება, ეს არ მომხდარა, იმიტომ რომ თურქეთს იქ საკუთარი ინტერესები აქვს და თურქეთისთვის ის დამოუკიდებელი უფრო ღირებულია. ჯო უილსონი რომ იმართავს იქ სირიის ლიდერს რომ წამოიღე აფხაზეთის ეს აღიარებაო. ჯო უილსონი რა ჯანდაბად გვინდა ერდოღანმა უთხრას მართლა ერთ სიტყვა საკმარისი იქნება თუ საქართველოს მეგობარი. არ ეთქვის, იმიტომ რომ იმას დღეს ეს სტატუს კო უფრო ურჩევნია მას აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს აი რაც შენ თქვი რომ აი ხელისუფლება შეიძლება ის გათვლა აქვს რომ თურქეთმა შეიძლება რუსეთი დაამარცხოს, ეს როგორი კალიბრის სიგიჟე აი საპირისპირო ფლანგს, აი ნაც ფლანგ, ლიბერალურ ფლანგს ხო ქონდა იქ რომ აჯერებდნენ თელს მოსახლეობას, აი უკრაინა მოუგებს ეხა დღე-დღეზე რუსეთს ომს. ხო აი ეს ისტორია ხო სუფებდა. იგივე კალიბრის სიგიჟეა თუ ვინმეს სადმე ხელისუფლებაში კი არა, სადმე სადაც არ უნდა იყოს, თავი ოთახში რო იწვეს და წერს უყურებდეს და იქ ფიქრობდეს ამაზე რომ თურქეთს შეუძლია რუსეთის დამარცხება და ჩვენ ამის იმედად უნდა ვიყოთ, მე თურქეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებენ და ვიცხოვრებ დიდხანს და ბედნიერად თუ ამას ფიქრობს ვინმე, ხო? როცა ის არ არის ნორმალური, ის არის სამკურნალო და წასახვარია სადმე დასაწყვეტი. ისე ლიბერალები ახლა მაგარ შარში არიან იმან ბავშვი რომ ამდენ ხანი ხო პრორუსობას აბრალებენ ამან. ეხლა თუ გაправდა ეგ რომ პრორუსობა კი არა, აგერ თურქებთან არიან, ჩავთან თვითონაც ხო არიან იმ თურქებთან ჩახუტებული, რა თურქების წინააღმდეგ რა ნათელაშვილს არ იყო ნამუსი და გამოვიდა გალანძღა მოულელიენით გუშინ თურქები, მაგრამ ეხა ნაცები მაგას ხო ვერ იზავენ და აი რა გინდა რომ მოუხერხო მე. სხვა შორის შეიძლება ეგ სტრატეგიაც იყოს, მაგრამ საქართველოს ინტერესების ხარჯზე ხდება ეგ ყველაფერი და ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის სავალალო. საინტერესო იქნება ალბათ მაყურებლისთვის ორიოდე სიტყვით ვთქვათ იმ ხალხზეც მათ შორის აი ვისაც უწოდებენ ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს, ეს არ არის ავთენტური დასახელება. სინამდვილეში ახისკა თურქები ასე მოიხსენიებენ თავად თურქეთში ამ ხალხს და საუბარი არის ვიზე. მათი ისტორია, მათი ეთნიკური შემადგენლობა, ჯერ კიდევ დავი საგანია, მაგრამ ყველაზე უფრო დასაბუთებული, ასე ვთქვათ, ვარაუდებით და პოზიციებით ეს არის ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ
სამცხე ჯავახეთში მუდმივად მესხი მოსახლეობა, რომელიც რა თქმა უნდა იყო ქართული გენეტიკის და ქრისტიანი მოსახლეობა, თუმცა მე-16 საუკუნიდან, განსაკუთრებით მე-16 საუკუნიდან იწყება ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება, დამკვიდრება კავკასიაში, განსაკუთრებული სახე ამას მიეცა ამასიის ზავის შემდეგ, როდესაც ოსმალებმა და ირანელებმა გაიყვეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, სამცხე ჯავახეთი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა თურქული გავლენის სფეროში და თან სამცხე ჯავახეთი იყო ისეთი რეგიონი, რომელიც დანარჩენ საქართველოს, დანარჩენ ბაგრატიონებს უკვე დაშლილ მდგომარეობაშია ბუნებრივია ამ პერიოდში საქართველო, მაგრამ აი ვერც არც იმერეთის ბაგრატიონებს ემორჩილება, არც აღმოსავლეთის ბაგრატიონებს ემორჩილება და საერთოდ ჯაყელები, ათაბაგები განაგებენ სამცხე ჯავახეთს და ისინი ხშირად თურქეთს იყენებენ პირიქით თავის მოკავშირედ ბაგრატიონების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამან მისცა რა თქმა უნდა თურქეთს, ოსმალეთს ძალიან ნოყიერი ნიადაგი, რომ აი ამ ისლამიზაციას მოსახლეობის, რომელსაც ის მთელი იმპერიის ტერიტორიაზე ატარებდა, განსაკუთრებით სამცხე ჯავახეთში და დღევანდელი აჭარის ტერიტორიაზე მისცემოდა ტოტალური სახე და ტოტალურად მოხდა მაშინ მოსახლეობის გამუსულმანება. ჩვენ წარმოდგენაში ეხა ეს ხდებოდა ძალდატანებით და მაინდამაინც თავის მოჭრით ესეთი ეპიზოდები საკმაოდ მრავლად იყო, მაგრამ ძირითადი იარაღი ისლამიზაციის ყოველთვის იყო პროზელიტიზმი, ანუ მოსყიდვა. საქმე იმაშია, რომ მუსულმანურ სახელმწიფოებში თურქეთშიც მათ შორის ასე იყო სხვა მუსულმანურ იმპერიებშიც მუსლიმი მოსახლეობა სარგებლობდა დიდი პრივილეგიებით. ისინი გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადებისგან, ხოლო სხვა რელიგიის წარმომადგენლები, მათ შორის ქრისტიანები, იხდიდნენ დამატებით გადასახადებს, როგორც იყო ჯიზია, ასეთი სახის თავის გადასახადი, ასე ერქვა. და იმისათვის, რომ აი ამ გადასახადებისგან თავი დაეღწიათ, ბევრმა მაშინ მოსახლეობის დიდმა საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეტაპობრივად მიეღოთ ეს ისლამი და მთლიანად შეიცვალა სამცხე ჯავახეთში ეს რელიგიური შემადგენელი. ამას ემატებოდა ის, რომ თურქეთის უშუალოდ ოსმალეთის იღრმიდან ხდებოდა თურქულენოვანი მოსახლეობის გადმოსახლება, ჩასახლება ამ ტერიტორიაზე და ასიმილაცია, ასე ვთქვათ, ადგილობრივი უკვე გამუსულმანებული მესხების აი ამ თურქებთან. საბოლოო ჯამში აი ამ პროცესის შედეგად შეიქმნა ეს რაღაც ახალი ეთნოსი, რომელსაც ეგრეთ წოდებულ თურქ-მესხებს ეძახიან, თუმცა სინამდვილეში ახისკა თურქები, ეს არის მათი, როგორც ვთქვით, დასახელება, მათი ენა არის აზერბაიჯანული ენის ერთ-ერთი დიალექტი, ხოლო რაც შეეხება მათ გასახლებას, ეს მოხდა უკვე 1944 წელს სტალინის გადაწყვეტილებით ნოემბრის თვეში, თუ სწორად მახსოვს 13-14 ნოემბერი იყო ეს პერიოდი, სრულიად გასაიდუმლოებული იყო ეს ოპერაცია. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მაშინ, რომ აქ ადგილობრივ მოსახლეობას მჭიდრო კავშირები ჰქონდა თურქულ სახელმწიფოსთან, რომელიც მაშინ იყო გერმანიის მოკავშირე, ღიად მოკავშირე და რეალურად ეხა აქ იყო სტალინის პოლიტიკა, რომ საზღვრისპირა რეგიონებში ბუნებრივია შეემცირებინა თურქული გავლენები და არა მხოლოდ სამცხე ჯავახეთიდან, მათ შორის როგორც ვთქვით, ყირიმიდან მოხდა ყირიმელი თათრების გადასახლება და კიდე აი სადაც იყვნენ კომპაქტურად დასახლებული თურქულენოვანი ჯგუფები, მათ შორის ჯავახეთიდანაც გაასახლეს, ძირითადად ეს ხდებოდა, მათი გადასახლება ხდებოდა უზბეკეთში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში დაახლოებით 100,000-მდე ადამიანის გადასახლება მოხდა მაშინ. სხვადასხვა მონაცემები 90-დან 100,000-მდე და დღევანდელი მონაცემებით ამ ხალხის რიცხვი არის 400-დან 600,000 ადამიანამდე. ანუ დაახლოებით 9,5 ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების უფლების მიცემაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი ეხა, იშვიათი გამონაკლისის გარდა ალბათ უშუალოდ ვინც გადაასახლეს დღეს ალბათ ცოცხალი აღარ არის 80 წელია ამის შემდეგ გასული, თუმცა მათი შვილების ჩამოსახლებაზე არის საუბარი. მეხუთე, მეექვსე თაობის ასე ვთქვათ გადასახლებულებზე ლაპარაკი, რომლებსაც არანაირი ქართული ბუნებრივია აქ ცხოვრების პერიოდშიც ისინი არ იყვნენ ქართულენოვანი, იყვნენ აი თურქულენოვანი ხალხები და ეხლა მით უმეტეს მათ არანაირი საერთო საქართველოსთან ეთნოსთან არ აქვს. რაც შეეხება, მოდი ვთქვათ ესეც სამართლებრივ მდგომარეობას ამ ხალხის საქართველოში, ჩვენს ქვეყანას 1999 წლიდან, ანუ როდესაც ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს წევრი, აი იმ პერიოდიდან გვაქვს ეს ვალდებულება, ეს იყო ევროსაბჭოს მოთხოვნა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ევროსაბჭომ საქართველოს იქ გაწევრიანების სანაცვლოდ დაავალა თურქი მესხების ჩამოსახლების პროცესი. და მაშინ საქართველოს აიღო ეს ვალდებულება, ეს ხდება შევანაძის. შემდეგ იყო 2007 წელი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად ამ ხალხისთვის, არა სხვებისთვის, აი სპეციალურად 1944 წელს
გადასახლებული ამ თურქი მესხებისთვის მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც მათ აძლევს, ასე ვთქვათ, რეპარაციის მიღების შესაძლებლობას, თუმცა ეს კანონი პრაქტიკაში არ ამუშავებულა 2014 წლის მონაცემებით 1300 ადამიანს ჰქონდა მხოლოდ აი ამ რეპარატირებული თურქი მესხის სტატუსი მიღებული. ეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თურქული სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ ამ ყველაფერზე ზეწოლა არ გვიგრძნია, მაგრამ აი დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ თურქეთი მართლაც კრიტიკულად ძლიერდება კავკასიაში, დაიკავა იქ ყარაბაღი, გაიხსნა ზანგეზურის დერეფანი, პირდაპირ დაუკავშირდა, უნდა გაიხსნას, მოდი ვთქვათ, ეს არ არის ჯერ გახსნილი, მაგრამ უნდა გაიხსნას ზანგეზური, უკავშირდება თავის აი ამ დიდ თურქულ სივრცეს უკვე მის აღმოსავლეთით და აი ახლა გთხოვს, რომ თქვენთანაც უნდა მოხდეს აი ამ თურქი მესხების ჩამოსახლებაო. ეს ყველაფერი ხდება სხვათა შორის იქამდე, სანამ ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეხლა თურქ მესხებზე ექნებათ მათ ერთმანეთთან ლაპარაკი, მაგრამ კავკასიის გადანაწილების საკითხი როგორც ჩანს, მე ვფიქრობ, ცოტნე და შენი აზრი იქნება საინტერესო, როგორც ჩანს ამ შეხვედრაზე იქნება დასმული და ალბათ თურქეთის მხრიდან აი ესეთი სწრაფი რეაგირება იქ ზანგეზურზე საუბარი, იქ სასწრაფო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, აქ თურქი მესხების შემოყვანა ამ თემების დაძვრა, რატომღაც მე მგონია, რომ ეს უკავშირდება სწორედ კავკასიის საკითხის განხილვას ტრამპსა და პუტინს შორის, რომელიც სავარაუდოდ უნდა შედგეს აი ამ მიმდინარე შეხვედრის დროს კავკასიაში დადგენილი საზღვრები როგორც ჩანს არის მოშლილი, უნდა მოხდეს ხელახლა გადანაწილება და ერდოღანი ცდილობს აი ამ გადანაწილებაში რაც შეიძლება დიდი ლუკმა დაითრიოს. კი ბატონო, ხო, ერთი რაღაცით იხსნება ეგ ესეთი სიჩქარე თუ რუსეთ-უკრაინის ეს კონფლიქტი დამთავრდება, რუსეთს ექნება უფრო მეტი ბერკეტი და უფრო მეტი რაღაცა რესურსი იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს, ვიდრე დღეს აქცევს. აქედან გამომდინარე, ერდოღანი ცდილობს, რომ ეს საქმე მოამთავროს იქამდე, სანამ რუსები ხელებს გამოითავისუფლებენ, ასე ვთქვათ, კავკასიისთვის, ხო? ამით იხსნება ერდოღანის ეს სიჩქარე. რაც შეეხება რუსების შესუსტებას კავკასიაში, ხო? ანუ აქ როგორ დგას საკითხი, ჩვენ გვახასიათებს ქართულს ერთი ცუდი რაღაცა. ყველაზე ვიჯელობთ გარდა საკუთარი თავის აქ რუსებს შესუსტენ, რუსები გაძლიერდნენ. ეს ამ პრობლემას თვითონ რუსები გადაჭრიან, რაღაცა რამდენი ხა მე 12 ჯერ იომეს თურქებთან, იბრძოდნენ ყირიმისთვის, იბრძოდნენ კავკასიისთვის და თვითონ რაღაცნაირად მოაგვარეს ეს პრობლემა იომეს კიდეც მოუგეს და ყველა როგორც საჭირო იყო საკუთარ ქვეყანას ისე მიხედავენ, ხო? ჩვენ აქ გვიდგას საკითხი არა ის აქ რუსის ინტერესი რა არის ან თურქის. ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენ ამაზე ვსაუბრობ და ამაზე უნდა ისაუბროს ყველამ, რომ ჩვენ აქ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ რუსებთან უნდა ვილაპარაკოთ და რაღაცა უნდა გამოვნახოთ ის ძალა ალტერნატივა, რომელიც აქ დააბალანსებს და შეძლებს თურქული აი ამ ექსპანსიის შეკავებას, ამას იმისთვის საუბრობთ, რომ რუსები ამ ყველაფერს გადაურჩებიან დროებით, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში საერთოდ გაბატონდეს, ამას გადაურჩებიან რუსული სახელმწიფო ამის გამო არ ჩამოიშლება, ამათ რომ წარმოუდგენიათ ეგრე, რომ რუსები დაიშლება, ჩამოიშლება, აი რაღაცა 10 რესპუბლიკა შეიქმნება. ეგრეს რო იყოს ეს არ არის ჩვენი პრობლემა. თვითონ მიხედავენ ამ პრობლემას. ჩვენი პრობლემა რა არის, რომ სამხრეთ კავკასიაში ერთი 50 წლით რო გაბატონდნენ, ჩვენ გითხარ თავიდანვე მოვიყვანეთ ეს მაგალითი, ეგერ ჩვენი ისტორიული მიწის ტაუკლაჩის მაგალითი, სადაც 100 წელიწადში მოახერხეს თურქებმა ის, რომ იქ ნატამალი ქართული კულტურის აღარ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ხუროთმოზღუდ ძეგლს, ეკლესიის სახით, რომელიც შემორჩენილია, რომელიც ინგრევა რა, ყურადღებას არავინ არ აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ იუნესკოს სიებში შესული და ასე შემდეგ, ხო, არანაირად არ აინტერესებს დღევანდელ თურქულ სახელმწიფოს ეს, ხო? რუსეთი დაკარგავს სამხრეთ კავკასიას, ეს პრობლემა არ დგას. ჩვენთვის არ დგას, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დგას ის პრობლემა, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი ისტორიული ღირებულებები, ის ტრადიციები, ის კულტურული კოდი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და საერთოდ დავკარგოთ შეიძლება სახელმწიფოებრივად, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, ხო, აი დღეს აი თანამედროვე მსოფლიოში აი ახალი წესრიგი არის შექმნილი, ახალი საერთაშორისო წესრიგი არის შექმნილი, რომელიც რას გულისხმობს? თუ იქამდე არსებობდა რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო პოლიციელის როლში, რომელიც ჯიდა ყველას, ვინც აი ამ საერთაშორისო წესრიგიდან როგორმე თუ იქნებოდა ამოვარდნილი, როგორც თავისივე აზრით თუ იქნებოდა ამოვარდნილი და
არსებობდა რაღაცა წესები, რომელზეც ასე თუ ისე ყველა შეთანხმებული იყო და ამ ეს წესები ესე მარტივად ვერ ირღვეოდა. აი, რას გულისხმობ, რომ აი ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ომის დაწყება და შემდეგ ეს წარმოუდგენელი მოვლენა იყო, რთულად გასაკეთებელი მოვლენა იყო დაახლოებით 20 წლის წინ. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ჰეგემონი იყო მთელ მსოფლიოში და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა. მაგრამ დღეს ეგეთ მსოფლიო აღარ არსებობს. დღეს არსებობს ძალისმიერი მსოფლიო, ვისაც ძალა აქვს ის იგებს, ასე რომ ვთქვათ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ იმის იმედად, რომ იქ გაერო შეიძლება ჩაერიოს ან ევროკავშირმა აუგზავნოს და თითი დაუქნიოს იმას, რა ქვია, ჯერესად პირიქით ეხმარება რაც მოყევი, ხო? როდესაც მონობაში ვიყავით, მაშინ და საბჭოთა კავშირის პერიოდს გულისხმობ, ხო? მაშინ პროქართული გადაწყვეტილებები მიიღებოდა და რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, იმის შემდეგ ყველაფერი რაც მაშინ ქართული გაკეთდა, იმის საპირისპირო კეთდება დღეს გინდა თურქმენს ხერზე აიღე და ნებისმიერ სხვა საკითხზე თუ თვალს გადავალ და შეხედავთ ყველაფერი აი მის საპირისპირო კეთდება რაც მაშინ ქართული კეთდებოდა და რისი თქმა მინდა რომ ამაშიც კი მოკავშირეები არიან მაგრამ რომც არ იყვნენ ანუ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ეხლა თურქეთს იქიდან ვიღაცა ფონდერ ლაიანი თითიც დაუქრებს და ამიტომ თურქეთი უარ სიტყვის საკუთარ ამბიციებზე სამხრეთ კავკასიაში ესე არ მოხდება იმიტომ რომ სხვა მსოფლიო მე რამდენი აი რაღაცა აი ძალიან მოკლე პერიოდში ხო 2 წლის პერიოდში რამდენი ომი ვნახეთ რამდენი ომი იყო რამდენი ომი დაიწყო რომელიც მე არ გაგზელდა საბედნიერო და მალევე მოხერხდა ორივე მხარის დაშოშმინება უბრალოდ დროებით ესეც დროებითია ყველას კარგად გვესმის ხო ინდოეთი და პაკისტანი რომ ერთხელ გაბედეს ერთმანეთისთვის სროლა ეს იმაშესაც რომ ხვალ კიდევ ესვრიან ხო და იგივე ისრაელმა და ირანმა და ასე შემდეგ ხო ჩვენ მივიღეთ ეს მსოფლიო სადაც ის იქნება გამარჯვებული ვისაც ძალა აქვს ჩვენ არა გვაქვს ძალა ჩვენ ვართ პატარა სუსტი სახელმწიფო და ჩვენ უნდა გქონდეს ჭკუა იმისთვის რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ ჭკუაც არა გვაქვს ხო ეგ არის პრობლემა რომ ძალა როდესაც არა გვაქვს და ჭკუა უნდა გქონდეს იმისთვის რომ ეს დავაბალანსოთ ხო და აქ სხვა დიდი მოთამაშეები გეოპოლიტიკური მოთამაშეები გამოვიყენოთ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ერთადერთი შანსი ჩვენი გადარჩენისა ეს არის ხო ამის ნაცვლად ყველაფერს ვაკეთებთ ამის საწინააღმდეგოდ ამერიკის შეერთებული შტატებთან როდესაც რაღაცა საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა რო ქონდა და იმის დაცვად რომ ამერიკელები გამოგეყენებინა შენი ინტერესების სასარგებლოდ ხო ყველაფერი გაუკეთე ამერიკელებს შენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იგივე 2008 წელს რაც სააკაშვილმა გააკეთა ხო რასაც დღეს სწორადაც ეძახის ქართული ოცნება და დღევანდელი ხელისუფლება გარედან დაკვეთით დაწყებულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინაშე ოსების წინაშე ხო ანუ ეს ერთი მაგალითი თავის დროზე 90-იანებში აქ რაც ხდებოდა და რაც მოხდა იგივე სახელმწიფო გადატრიალებით დაწყებული და მერე ომით აფხაზეთში და ომით სამაჩაბლოში ხო ესეც ანტიქართული ინტერესი იყო და უცხო ძალის ინტერესი იყო და რა თქმა უნდა აქაც ვინმეს თუ წარმოგიდგენია რომ ეს რუსული ინტერესი იყო არ არის ეგრე და ეს ამერიკული ინტერესი იყო ხო ყველაფერი ვაკეთეთ სხვისი ინტერესების სასარგებლოდ და არაზროს არ ცადეთ აი ამ 30 წლის განმავლობაში რომ ეს დიდი მოთამაშეები რაღაცნაირად გამოგვეყენებინა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დღესაც ხო აი ამ დიდ დაპირისპირებაში რაზეც თქვი იმის ნაცვლად რომ დაუშვოთ აი თურქეთის ეს გაძლიერებული ამბიციები გამოიყენოს შენ სასარგებლოდ რას გულისხმობ ხო აი ამ გაძლიერებული თურქეთის მადის პირობებში საქართველოს მნიშვნელობა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო საჭირო არის რუსეთის სახელმწიფოსთვის ხო და შენ იმის ნაცვლად რომ ეს ყველაფერი გამოიყენო და რუსეთს ევაჭრო რომ შენ ხოლმე გჭირდები დღეს კიდევ უფრო გჭირდები ვიდრე 2-3 წლის წინ გჭირდებოდი იმიტომ რომ თქვენ კავკასიაშიც პრობლემები გაქვს დღეს პრობლემა უკრაინაში ომი გაქვს აქეთ პრობლემები გაქვს ხო შენ რომ ეს ანუ ამის ნაცვლად იმის ნაცვლად რომ ამაზე ევაჭრო რუსებს და შენთვის სასარგებლო შედეგები წამოიღო იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება ეს თუ სხვა კიდევ მრავალი გამოწვევა არსებობს რომელიც გადავჭრა ამის ნაცვლად რომ ხარეს ირჩევ ხო ფაქტობრივად რა ვიცი მე ყოველ შემთხვევაში ეს შთაბეჭდილება რჩება თუ ესე არ არის და ჩვენ ხარი არ აგვაქვს არჩეული და ჩვენ აი ამ კოალიციაში არ ვეწერებით ანტირუსულ კოალიციაში და პროთურქულ კოალიციაში ხო მაშინ ეს უნდა ახსნან ესეთი სიჩუმე ბატონი ყავალაშვილი იქ რო იყო და რო ჩამოვიდა და დაწერა რომ ეს ვიზიტი დაიწყო და დამთავრდა და მე რო ხმას არიღებს ხო გითხრათ რა შედეგები რა შედეგი იმის გარდა რომ ერდოღანმა მოფხოლა აქ 600,000 თურქის ჩამოსახლება ხო ამის გარდა რა შედეგები მიიღო სახელმწიფო აი რა ქართული სახელმწიფოსთვის რა სასიკეთო შედეგები დასრულდა მისი ვიზიტი თურქეთში კი არა და თან ეხლა ყავალაშვილი პერსონალურად არც არაფერს ვერ ჭი მე ამ ადამიანს მაგრამ მარტო ის არ არის ამ შემთხვევაში ხო ვინც იყო გუშინმა ეგ ადამიანი იყო მაგრამ აქამდე ხო ნახეთ ეხლა მთელი სამთავრობო აპარატი და
ამას შემდეგ მართლა ძალიან ხშირად ჩადიან ხოლმე თურქეთშია, ისე არ გავა თვეა, ისე არ გავა კვირა, რაიმე ჩვენ წინააღმდეგი კი არა ვარ. სასწრაფოში არჩევენ ბინები იქირავეს და იქ შედი. ბინები იქირავეს კი არა, წინადაცვეთილები არ ჩამოვიდნენ, აქ ეგ მანერვიულებს მე თორე კისერი უტეხიათ კაცო. მან ეხა თურქეთთან ურთიერთობაზე კი არ არის ამ შემთხვევაში ტრაგედია და პრობლემა უნდა გქონდეს კაცო და რაც უფრო მჭიდრო ინტენსიური ურთიერთობები გვექნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამაში მეც უც ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ აი ზუსტად ეგ რო მართლა ჩადის ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირით ან ესეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე იქ და ისმენს ასეთ რაღაცას რომ თურმე 9 მილიონი თურქი უნდა ჩამოასახლოთ ამ ქვეყანაში და ამაზე მე მთელი მთავრობა გაჩუმებულია და ხმას არ იღებს. არ არის ამაში არაფერი ეროვნულ ინტერესს, მე ამაში ვერაფერს ვერ ხედავ. იქვე არ გაცა პასუხი და ვერ გაცემდა, იმიტომ რომ რანაირად აი ღარიბაშვილის ის აი ცნობილი ვიდეო არის მთელი საქართველოს მოიარა მაშინ და ახტაცებაში მოიყვანა მთელი მათ შორის მეც რომ აი ბორელი რო აქ არის ჩამოსული და იქ პრესკონფერენციის ბრიფინგის დროს ღარიბაშვილი როგორ ესაუბრება მას, ხო? ანუ ეგ არის, როდესაც რაღაცა შენ თვითონაც გაჩნია ღირსების გზნობა და იმის გზნობა რომ ერს წარმოადგენ, ქვეყანას წარმოადგენ, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს, ამხელა კულტურა აქვს და შენ აი ამ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ და ესე უნდა ისაუბრო ყველას, ვინც საკუთარი შენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ესე ღიად თან, ესე იქ თურქეთში ჩაყავხარ ასე დღეს პრესკონფერენციას აწყობს, იქ თურქ და ქართულ ჟურნალისტებთან და არა მარტო უცხოელ ჟურნალისტებთან დგება და ასე გელაპარაკება ამაზე, ხო? ამას რომ იქვე არსენ პასუხს, ან მერე არსენ პასუხს, ხო? სხვა რა უნდა რასელი ან რა შაბეშტაბეშტილება უნდა დაგვჭირდეს ჩვენ, ან რა ემოციები უნდა გამოიწვიოს ამ შემთხვევაში მე მართლა მიჩნდება იმისი დასაბუთებული ვარაუდი თუ ეჭვი და არ ვიცი შიში რომ არა წინადაცვეთაზე არა მაგაც მან ყველამ თავის თავს მიხედოს რომ რაღაცა ვალდებულებები ხო არა აქვთ ამათ კულუარებს მიღმა უკვე აღებული და ამიტომ არ ხდება ამის და ეხა უბრალოდ შემოპარება ხდება ამ თემების რაღაცა ესეთი ფორმით რომ იქ თეთრაშნე ამხედრებულ ხალხს ახვედრებენ თურმე ქართველ ლიდერებს და დედა რა მაგარიან აი უბრალოდ უნდა წაიკითხოთ მაგალითად თეიმურაზ პირველს როგორ ხდებოდა შაჰ-აბასი და რა დიდებით და მან აკურთხა მეფეთ იქ ცალკე ისპაჰანში და თავზე დააყარა ოქროები და მთელი ამბავი და ამის მერე დედა უწამადა მოუკლა, ორი შვილი მოუკლა, ქვეყანა წაართვა. ანუ ეგ ფორმები რომ აი დიდი პომპეზურობით ხდებიან ვინმე სადმე ეგ არის აღმოსავლური სიბრძნის ალბათ ყველაზე უფრო საუკეთესო გამოხატულება, ესე მოქმედებენ ისინი საუკუნეებია. ცალი ხელით გეფერებიან და მეორე ხელით ხელში დანას გისვამენ, ხო და ნუ ხართ ეგრე აღფრთოვანებულები გუშინდელი აი ამ მაინდამაინც დიდი პომპეზურობით იქ საქართველოს ინტერესებზე მე ყოველ შემთხვევაში არაფერი მომისმენია. ერთი რაღაც მაინტერესებს ცოტნე და პრინციპში დროს ბევრი არ არის, უბრალოდ საინტერესო იქნება ეს თემაც მიმოიხილოთ. შეუწყობს თუ არა შენი აზრით ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არა მხოლოდ გუშინდელი ვიზიტი, აი ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეთა გამრავლებას, ასე ვთქვათ. აი ამ განწყობების პრორუსული განწყობების მატებას, აი ამათი სიტყვებით თუ ვილაპარაკებ ჩვენ ლიბერალების. და რას გულისხმობ ხა? ქართული საზოგადოებისთვის მე ვხედავ უკვე ნელ-ნელა ბევრი რაღაცა ხდება ნათელი. ხდება და ხედავთ იმას რა მოთხოვნებს აყენებს ამ შემთხვევაში დასავლეთი ჩვენთან მიმართებაში და რაღაც ოჯახური ღირებულებების კანონი გააუქმე, LGBT პროპაგანდა გაწიე, ამას გვავალებს ასე ვთქვათ ბრიუსელი. თურქეთთან მივდივართ პარტნიორობაზე და 100,000 თურქი ჩამოასახლე და დაასახლე. ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ხა პრინციპში ისტორიული სამართლიანობით მართლა თუ შევხედავთ, რავი, არავის არ მოუთხოვია რუსეთის მხრიდან ეგეთი რაღაც, რომ აქ ხა ქართველები უნდა გადასახლდეთ და ვიღაც რუსები უნდა ჩამოსახლდნენ, მაგათმა უნდა იცხოვრონ ან რაღაც ადეკით და აღარ დაქორწინდეთ და არასწორი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით იცხოვრეთ ქართველები. ასეთი მოთხოვნები პრინციპში არ ყოფილა ხო ამ რუსული იმპერიის პირობებში წამოყენებული ჩვენი ხალხის მიმართ და ეს ქართულ ხალხს ბოლო 30 წლის მანძილზე ესე ღიად საფრთხეები არც უგრძნია, რო ვთქვათ, არც დასავლეთიდან, არც თურქეთიდან, არც ერთი მხრიდან. ეხა ხდება ამ ყველაფრის გენერირება ჩვენ საზოგადოებაში და მე მიჩნდება რაღაცა ისეთი მოლოდინი, რომ შეიძლება ამას აი შემოლაწუნების ეფექტი კონდეს ამ ხალხზე, რომ მართლაც შეიძლება პარტნიორი ვეძებოთ აი ამ ჯუნგლებში, ამ სოფლიოში, სადაც მხოლოდ ძალის პარადიგმა მუშაობს დღეს და არანაირ ისტორიულ სამართლიანობას არ აქვს. ისტორიულ სამართლიანობაზე თუ ლაპარაკობს ერთი ძალიან მაინტერესებს მართლა ერდოღანი
80 წლის წინანდელ ამბებზე თუ ამბობს, რომ ეს ხალხი გადაასახლეს და ისტორიული სამართლიანობაა, რომ ისინი უნდა და უკან გადავიდეს 20 წლით უკან გადავიდეს, 100 წლის წინ წაგვართვა ის ტერიტორიები, მოდი დაგვიბრუნოს, მაშინ თურქეთმა 100 წლის წინ ისტორიული სამართლიანობა იქნება, რომ ტაოკლარჯეთი დაუბრუნოს ჩვენ ქვეყანას და კი ბატონო, ვისაუბროთ შემდეგ იქ მოსახლეობის დაბრუნებაზე თუ გადმოსახლებებზე. ხო, ეს ხო იქნებოდა სამართლიანი, მაგრამ აი ესეთი ტიპის მოთხოვნები მართლა არ ყოფილა ამ რუსეთის მხრიდან არასდროს აყენებული. კი, იყო რა თქმა უნდა ეპიზოდები, სისხლიანი ეპიზოდები, ჩაგვრის ეპიზოდები, არაისი ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება მაინდამაინც პარტნიორობას უსვამდეს ხაზს, მაგრამ ის რომ რამდენიმე ასეული 1000 ადამიანი იყო ამ ქვეყანაში დარჩენილი და გამოვეყავით მე ამ იმპერიას 5 მილიონი და არც ენა წაურთმევია აქ ვინმე შენთვის არც რელიგია და პასპორტში გვეწერა რომ ქართველები ვიყავით და ამ მხრივ არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია, ეს ხო არის ცხადი და ეს ხო ახსოვს საქართველოს მოსახლეობას. რუსეთის იმპერიაში მოგედო ვთქვათ ეგზისტენციალური საფრთხე ქართულ ერს და ქართულ კულტურას არ დადგომია არასდროს. ეს მაგრამ აი რაც თქვი შენ კი ბატონო გეთანხმები, მაგრამ ეს იცი რაში არის მან პრობლემა ჩემი აზრით, რომ ეს ამას აღარ ქვია პარტნიორი ძებნა. ჩვენ ეხა იმ სცენარით როგორც სცენარითაც მივდივართ, რუსეთი პარტნიორი კი არ არის, რუსეთი ჩვენთვის გამოსავალი იქნება. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩება რუსეთის სახელმწიფო სახით, რომელთანაც რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ საბოლოოდ, რომ აი რაღაცა დავიყოლიოთ ეს ხალხი ჩვენ მოგვიწევს აი რა არის მან პრობლემა და რაში ვხედავ პრობლემას. ჩვენ თუ ხედავთ რომ ყველასთან მივედით, ყველას მივეკედლეთ რუსეთის საწინააღმდეგ, მათ შორის ეს დასავლეთი იქნებოდა ევროკავშირის სახით, ამერიკის შეერთებული შტატები იქნებოდა და ნატო იქნებოდა თუ თურქეთი იქნებოდა, ხო? ყველასთან მივეკედლეთ და როცა მივხვდით რომ ჩვენი ინტერესები სასარგებლოდ არც ერთს არ სურდა მოქმედება და მათ მხოლოდ ჩვენი გამოყენება უნდა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ხო? ამას თუ ჩვენ მივხვდებით და მე დავიწყებთ აი გამოვხიზდებით, როგორც შენ ამბობ ქართველი ერი და მივხვდებით რომ ეს თურმე ესენი რაც უდი ხალხი ყოფილან და მოდი ახლა ისევ რუსებთან დავალაგოთ რაღაცნაირად რომ გადარჩენა მოვახერხოთ. ამას რუსებიც ხო უყურებენ და რუსებიც ხო ხვდებიან. რუსებიც ხო მივხვდებიან რომ ჩვენ სხვა გამოსავალი მათ გარდა, ჩვენ მათი კი წასასვლელი აღარ გვექნება. რუსები მე მგონი ჟირინოვსკი იზახდა მაგას. ხო და აი პრობლემა მანდ რა არის? პრობლემა რა არის? უყურე შენ იქით უნდა შეეხვეწო მე. აი ეს ქალბატონო გამოვიდა სიმონიანი ძალიან ცუდად ისაუბრა და რა თქმა უნდა საშინელი ნუ გასაგებია ხო რაც თქვა საშინელი ლაპარაკა, მაგრამ რომ აი დაგვემუქრა, რომ აი თქვენ მოგიწევთ აქ მოხლებზე მოსვლა. იმ პოზიციაში გვინდა მაინც და მაინც თავი ჩავიგდოთ, რომ აქ თურქული ექსპანსიისა და გამუსულმანების სანაცვლოდ სახვეწარი გაგვიხდეს არ იქა გვიშველეთ, ხო? ანუ იქამდე უნდა მივიდეს ქართული სახელმწიფო და ქართული რომ ეგ უნდა დაგვჭირდეს მაინც და მაინც. ან ეგ თუ დაგვჭირდა მე როგორ წარმოგვიდგენია დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ როგორც სუვერენ სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო აქვს, დროშა, გერბი აქვს, ერი ყავს, პრეზიდენტი ყავს, პრემიერი, ხო? ჩვენ დღეს უნდა ავდგეთ და ვივაჭროთ რუსებთან. ჩვენ ამას ვსაუბრობთ, რომ ვაჭრობა შეგვიძლია, რომ რაღაცა სარგებელი მივიღოთ ჩვენ ეს ტერიტორიული მთლიანობის პირველ რიგში ეს საკითხი დგას, ამის სანაცვლოდ რაღაცა ჩვენი პროთურქული პოზიციები გადავცვალოთ ანტითურქულ პოზიციებში და გავხდეთ რუსეთის არა მტერი, არამედ მოკავშირე ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ. ეს არის ვაჭრობა და სავაჭრო საკითხი, ეს არის ორ სუვერენ ქვეყანას შორის და თუ იქამდე მივდივართ, იქ ჩვენ როგორც სუვერენ ქვეყანა კი არა, რა ვიცი, აი გადარჩენას როცა ვეხვეწებოდით მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში. აი იმ მდგომარეობაში 200,000 ქართველი რო იყო დარჩენილი ხო საქართველოში და მართლა სულს გახავთ. იმ მდგომარეობაში უნდა ჩავიგდოთ თავი მაინც და მაინც და უნდა ვეხვეწოთ. მე როგორც აი რატო უნდა დაგიბრუნოს მე აფხაზეთ? აი მარტივად აქ ხო ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ რომ ან ერთია კეთილი ან მეორე კეთილი და ის ბოროტია და ესე ხო არის პოლიტიკა ხო? უბრალოდ რუსეთის ბუნებრივი ინტერესი შედის ის რაც ემთხვევა ჩვენს ინტერესაც რომ აქ არ მოხდეს თურქული გავლენის გაძლიერება. ჩვენთვის კი არ ჭირდება, მოდი აი ამ ხალხს დავეჭილოთ. ჩვენთვის არ ჭირდება ეს რუსეთს ხალხო, ანუ ჩვენ ნუ რავინ გაიგებს ჩვენ საუბარს. ისე რომ თითქოს აი რუსების დღე და ღამე აინტერესებთ ახლა საქართველოს ინტერესები როგორ დაიცვან. არა, ეს მათი ინტერესი არის, მათი 300 წელი იპყრობდნენ, კავკასია 300 წელი ცდილობდნენ აქედან თურქების განდევნას. და მათი ინტერესი არის რომ თურქები აქ აღარ დაბრუნდნენ და დღეს ემთხვევა ეს ჩვენი ინტერესები ერთმანეთს. ის რაც შედის რუსეთის ინტერესში, ბუნებრივად შედის ჩვენს ინტერესში და ამაში ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, მე მგონი გუშინდელი დღე უნდა ყოფილიყო ამაზე პასუხი. გუშინ გაკეთებული რბილად გაკეთებული განცხადება, როდის გადაიზრდება უკვე ძალიან ღია ულტიმატუმში და რა გაგრძელება მოყვება ამ ყველაფერს, ეხლა მარტო ჯავახეთი არ არის აქ საქმე. იგივე დავით გარეჯი არის საქმე და პრობლემა, რომელიც აჭარა, საფრთხის ქვეშ, სადაც მილიონობით ფული აქვს თურქეთს ჩადებული და მე მეჭვება თანამედროვე
ზონების აღიარებული გვაქვს ასევე. კი ბატონო და ამას გულისხმობთ ზუსტად რომ ეს საფრთხები რომ დაუდგება ამ ქვეყანას. აი მე ვინ არის ჩვენი პატრონი და მომხედავი, ვის იმედად შეიძლება დავრჩეთ. აგერ ხელისუფლებას უყურებთ მართლა ცოტნეს თქმის არ იყოს დღე და ღამე იქ არიან კვირაში კვირიდან 7 დღე ხო არის 4 დღეს ატარებენ თურქეთში და 3 დღე არიან საქართველოში აქ უბრალოდ რომ ხალხმა დაინახოს რომ ვითომ ჩვენი ხელისუფლებაა და ეს ძალიან დიდი პრობლემა არის სამწუხაროდ უკვე ნელ-ნელა ორ სიტყვას დავამატებ და მორჩები თენგო აი უყურე ის თქვა მინდა რომ აი ის იგივე რუსეთი ხო აი ამ მოცემულობაში აი რუსეთი არის დიდი სახელმწიფო დიდი იმპერია რომელიც არსებობდა და იარსებებს კიდევ და ეხა ჩვენ იმის იმედად ყოფნა რომ ეგ დაიშლება დავივიწყოთ ეგ ამბავი რომ ეგ დაიშლება ხო აქ რო თურქები გაბატონდნენ რაღაცა 50 წლით 50 წლის შემდეგ იომებს მე-13 12 ჯერ ხო ეომა ხო მოუგო ერთის გარდა ყველა ხო მე-13 ეომება და ისევ გაყრეს აქედან თუ ეს მისი ინტერესი იქნება და საჭიროებას დაინახავს რომ ესე უნდა იმოქმედოს მაგრამ ჩვენ რა ვქნათ 50 წლის შემდეგ რომ შეიძლება აღარ ვარსებობდეთ როგორც ერი როგორც ქვეყანა როგორც სახელმწიფო როგორც რაღაცა კულტურული იდენტობის და კოდის მატარებელი ხალხი რომ გავქრებით მერე ჩვენ რა ვქნათ აი ეს საკითხი დგას რა თქმა უნდა რუსეთის საკითხი ჩვენი საკითხი ჩვენ დღეს უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი არა გვაქვს ის დრო რომ 50 წელი როგორც რუსეთი შეიძლება დაელოდოს აქ 50 წელი თურქეთის გაბატონებას კავკასიაში ესე დაველოდოთ რაღაცა აი ამ თურქულ ექსპანსიას ამის რა თქმა უნდა კი ბატონო, მადლობა ცოტნე, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ჩვენი გადაცემის რო ამოიწურა, უბრალოდ გადაცემის ბოლოს ერთი ანონსი მინდოდა გამეკეთებინა. ძალიან საინტერესო თემა იქნება, შენს გირჩევს სხვათა შორის ცოტნე რომ აუცილებლად ნახო რუსეთში მცხოვრები ჩვენმა თანამემამულემ სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ ძალიან საინტერესო ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა სკოტ რიტერთან, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი რესპონდენტი არის. ეს ინტერვიუ TASS-ისთვის, სხვათა შორის ოფიციალური გამოცემისთვის, რუსული ოფიციალური მედიისთვის, სახელმწიფო მედიისთვის მოხდა ამ ინტერვიუს მიცემა. და რომელიც გამოახვალდა სხვათა შორის აქ საუბარი არის სწორედ ერდოღანის გამონათქვამებზე, სწორედ თურქულ პოლიტიკაზე და მნიშვნელოვანი მესიჯებიც გაჟღერდა რამდენადაც მე ვნახე ესე წინსრებად ეს ინტერვიუ, ამიტომ ყველას გირჩევთ რომ დავალოდოთ ხვალინდელ დღეს და ძალიან საინტერესო ინტერვიუ იქნება სკოტ რიტერის და მამუკა ფიფიას ერთობლივი ინტერვიუ გამოცემა TASS-ისთვის. მე კი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი გადაცემის ყურებისთვის და ყურადღებისთვის. თქვენთან ერთად იყვნენ თენგო მანიძე და ცოტნე მარღია, იმედი მაქვს საინტერესო თემებს შევეხეთ და თქვენთვისაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ. მადლობა და ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.